ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე ახლა განსაკუთრებულ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ უნდა გაგაცნოთ არაჩვეულებრივი ქალბატონი, ციური ბაჩეიშვილი, რომელიც გახლავთ ბრძენი, მცოდნე და მერე რა მცოდნე, ბაზიერი და ამის გარდა ძალიან ბევრ საინტერესო ამბებზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით. მადლობა კინოცვალი. უღრმესი მადლობა. იმიტომ რომ შეძელით და მიგვიღეთ. როგორ ხართ? კარგად ახლა. ეხლა კარგად. გაწუხებდათ რამე? როდის არა, მოხუსტები მოდაბა. ახლა ჯამთალა ხარ ვიხდები. რაზე ფიქრობთ ხოლმე ხშირად? ყველაზე მეტად რაზე ფიქრობთ ხოლმე? რა თქმა უნდა შვილებზე, შვილიშვილებზე, რა თქმა უნდა. ხომ იყვნენ კარგად და წესიერად და ლამაზად და წესიერად, ლამაზად, კარგად. რამდენი წლის იყავით რომ გათხოვდით? 20-ის. 20-ის? ხო, ოჯახში შევასწრე, სადაც გამოვთხოვდი 20 წელი. 20 წლის გახდით უკვე ახალ ოჯახში. გარიგებით გათხოვდით თუ? არა, შეყვარებით. გიყვარდათ? მომიყევით როგორი? რა მომიყევით, იცით? აი, პირველად რო დაინახეთ თქვენი საქმრო, ესე დავარქვათ ახლა. სწავლობდი ტექნიკუმში. ხო. და ძღოლი უყავდა. ძღოლი გამოჩნდა ეს ჩემი მეუღლე. ხო, რა გოგო მოვდიოით მანქანით. ხო, და ერთი კაცო ხედავ რომ მე რამოდენიმე დღის შემდეგ ჩამომიარა საცხოვრობდი. ხო. ფიქრობ ეს ბიჭი ხომ არის და ხო. მე გიხსენე რომ იყო. ესე იგი, 8 გოგოში გამოგარჩიათ. კარგი იყავით, ხო? არა. არა? რა მითხარით, იცით? აი, როდის ჩაგივარდათ გულში? მე მოდიოდა ეს საცხოვრობდი ჩიადა მე და იცი. აი, პირველი სიტყვა რო გითხრათ, მიყვარხარ, რა ქენი თქვენ? მივიწყინე, არა მეთქი. მოიწყინე. ძალიან. გიცანეგე. და всё, მჩია ჩამიერა ნეტავ რეიზა მეთქი. ნეტავ რეიზა, ხო? რატო? და არიწოდით რეიზა? არა, არ ვიცოდი. არა? მერე უკვე გათხოვდით. კი, მერე კი. ოჯახში ვინ დაგვხვდა? დედამთილი, მამამთილი? კი. გადასარი მამამთილი, ბაზიარი, ძვირფასი კაცი. ისიც ბაზიერი იყო? ო, აბა. აბა, და დედამთილი? დედამთილი ეხმარებოდა თან. ეხმარებოდა. თქვენთან როგორ იყო დედამთილი? კარგად. დედამთილს ვერ ვაწყინებდი. მამამთილი მაგრად შემიყვარდა, თვითონ რთული კაცი იყო. ძალიან. უჯდანა ოთახში, პატარა ოთახში სკამი და სკამზე უჯდა და ფრინველი. ხო. ხო და შევიკითხე. თქვენ მეთქი, მამა, თუ შეიძლება ეს გამოვაჩოჩო და მაგარი მოგიტნა არაო. არა. კაცრად გითხრა? ისე რა. ხო. არა მაინც მიყვარდა ძალიან. ეთყობა სამართლიანი კაცი. ძალიან. უპრაგონო ძაღლი ვერ დაიყეფებდა. ჩვენოსში. სახლის საქმე იცოდით? მარტო გამოხვდა მოწმენდა და გამოხვდა და მოწმენდა. და მერე ნელ-ნელა ისწავლეთ. მაგრად. თქვენ და თქვენი მეუღლე ჩხუბობდით ხოლმე, კამათობდით? არა. არა? არა, სამუდამოდ თქვა მას არ შევერკამათებოდი. არა, ხო? რატო? რა შეიძლება და არ ვიცი, ასე მქონდა წარმოდგენილი, რომ ოჯახში უნდა იყოს ძანფისება, სიტკბო. ხო და ვერა. თუ მეტყო და მასწავლიდა რა უჭის მე ხა. ეჭვიანი ხო არ იყავით? არა. არა? ანდა მაგარი ქმარი ვიყავდა. მართლა? ძალიან. როგორი იყო? თბილი, ლამაზესი. თქვენს ლამაზი, ისიც ლამაზი. მე იმდენი ლამაზი არა, როგორც ის. რამდენი წლის იყავით რომ გადაქვრივდით? 40-ის. 40 წლის იყავით? უიმე, რა მითხარით? რითი გარდაიცვალა? 900-ით. ხეთახეთახად შაქარი ქონდა და. შაქარი ქონდა, ხო? მე შაქარი მაქვს. და ჯვარ დაგდოროს მართლა, ჯვარი. მაგრამ მე უვლი თავს. ხო. არ მინდა ჯერ სიკვდილი. და გოჩვადი იცვას. მოდით ახლა მომიყევით, როგორ გახდით ბაზიერი. ოჯახში შემოვედი.
ხო და ხედავ რომ ყველა ბაზიარია. მithumes ჩემი დედამთილიც, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლეც, ეგეც რა თქმა უნდა, მამამთილი მაგის პროფესორი იყო. ხო და თან შემეყვარდა. ხო დევიზინი ერთხელ დამიჟინა ჩემი მეუღლე, კიდე მეორე ხელ და თან შევეკვი. და მაგარი ბაზარი გავხდი. რამდენი შვილი გყავთ? 2. როცა მარტო ხართ ხოლმე, ხო ფიქრობთ რაღაცებს, აი რაზე ფიქრობთ? აი თქვენმა შვილმა თქვა, რომ მამა რაც გარდაიცვალაო, ჩვენ დედას შუბლი აღარ გვინახავსო. მის მერე სულ შავით აქვს შუბლი გაკრულიო. გულში ხო ისედაც გლოვობთ. და ეს შავი რაღაც შვება. რა თქმა უნდა, მაგრამ ავაიმედე და არ შემიძლია. არა ხო? არა. სიზმარში ნახულობთ ხოლმე? კი ვნახე, რამდენიმეჯერ. საერთოდ ამბობენ, რომ გურული ქალის ლოცვა ხდებაო. მოდი დალოცეთ საქართველო. დალოცვილი იყოს ჩემი საქართველო და სამწვარი იყოს ამ ქვეყანაზე და შინ ყოფი ხალხის სულ ყველა კარგად იყოს. გაიხარეთ, დიდი მადლობა. რა მაინტერესებს იცით? აი, როცა ოჯახია, ზრდით შვილებს და უცბად გეცლებათ ხელიდან მეუღლე. როგორ გაუძახით ოჯახს? არა, რამოდენიმე ხანს არა. არა, რა შვებოდით? ჟექი და პტიროდი. გაიხსენეთ, მომიყევით, ეხლაც გული გიჩვილდებათ. ძალიან მწარია და ძალიან ძნელი. უტკბილესი და უმწარესი არის უტკბილესი და უმწარესი. გენატრებათ? რა თქმა უნდა. დავდიოდი ძალიან ხშირად სასაფლაოზე. ძალიან. ხანდილით ადრე. ხშირად. მოკლედ, ძალიან გამიხარდა, რომ გაგიცანით. დედა, მე შეხავლა ყავა. თუ მტკივარ არ მგონია. მართლა? ძალიან ყველა ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა. ტელევიზორში სულ გიყურებდი. როცა გამოდიოდი. როგორი გადაცემები გიყვართ საერთოდ? თქვენი ყველაფერი. მართლა? ძალიან. ძალიან მიხარია. საერთოდ მე ძალიან მიყვარს საჩუქრები. და სულ მიდევს ჩანთაში აი რაღაცა ისეთი, რომ აი ვიღაცა რომ მომეწონება, ესე ვჩუქნი. ეხუთუნე. და ეხლა ვიყავი ინდოეთში. და ინდოეთიდან ჩამოვიტანე ძალიან ლამაზი სამკაული. მე ვიცი რომ თქვენ არ ხმარობთ სამკაულს, მაგრამ აი ეხლა მინდა კადრში გაიკეთოთ. მერე საწოლ ოთახში დაკიდეთ. დედა როგორ შეიწუხეთ თავი? არ შევიწუხე. ჩათვალეთ რომ ბედნიერი ვარ. დედა, კია. გუია გახატვა. ესეთი რამე უკეთიათ ინდოელ ლამაზ გოგოებს. დედა ჩემოსი. და ნახეთ რა ლამაზია. ძალიან. მინდა რომ აი დაბადების დღე მოგილოცოთ ამით და იყოთ ჯანმრთელი, ბედნიერი, გახარებული, ძლიერი, რომ აი ესე თქვენი ოჯახი იყოს ბედნიერი თქვენთან ერთად. აი ესე დიდი მადლობა გენაცვალე. გაიხარეთ დედა. ახლა დადგა დრო თქვენ და მიმინო. გენაცვალე. უიმე ლექსი თქვი. უჭესვერა. აი ესე უნდა? ხო. ასე უნდა კუძე, ხეით, კუძე ხელით დამოკიდო. გასწორდეს კარგად კუდი. ამას რო გააკეთებთ, კუდი უსწორდება, ხო? წესია მაინც, თუ იასტარად ქოდეს უდაკდა. მოკლედ, არ ვიცი, აი მოხიბლული ვარ თქვენით. ძალიან მიხარია რომ გაგიცანით და გურიაში რო ჩამოვალ გესტუმრებით და გნახავთ ხოლმე. აუცილებლად შენ გენაცვალე, დიდი მადლობა მოგზანებისათვის, შეწუხებისათვის ყველას
გითხავს სიცოცხლე, გეხარონ გეძლიერონ.